გამარჯობა მეგობრებო. გამარჯობა. აგიბრუნდით ისე მორიგი ეპიზოდით, კვლავ თქვენთან ვართ მე და ანა და დღევანდელ თემას რაც შეეხება არანაირი თემა არ გვაქვს. დღეს ხო დავსხდებით და ვისაუბრებთ ესეთ თავისუფლად რაც მოგივა. ხო, მოგაფიქრდება რა. კი, აღანთ მეგობრებო, დაუწერეთ ხოლმე რომ დამაცადოს ხოლმე ლაპარაკი რა. დავასრულებ და მე რეილაპარაკოს ხოლმე. რა თორე არ მასდის რა, ეხა ხვდებით, მაინც ქალია და ძალადობს ჩემზე კაცი. No comment. რაც შეეხება ანა დღეს უკვე 13 თებერვალია და ხვალ ვალენტინობა, ეგრეთ წოდებული სიყვარულის დღე, მაგით ჩავიცვი წითელი. მაგრამ ჩვენ არ აღნიშნავთ ესე ვალენტინობას, რა ვიცი. არ არის ეს ქართული დღესასწაული და რაღაც საერთაშორისო. პრინციპში სოფლიოში კი აღნიშნავენ ყველგან და საქართველოშიც უკვე დაკვირვებული ვარ, რომ ყოველწლიურად უფრო მეტი და მეტი ადამიანი აღნიშნავს ვალენტინობას და მაღაზიებში დღეს რო ვიყავი გასული, ყველგან ეს გულის ბუშტები და რაღაცეები იყო. ხო, ანუ ეგრეთ წოდებულ ლავ სეზონს ეძახიან ამ პერიოდს და რა თქმა უნდა, ლავ სეზონზე ძალიან ბევრი ფასტაკლებები სხვადასხვა ობიექტებში. ფასტაკლებებიც არის მეგობრებო, თუ გინდათ გეტყვით ფასტაკლებებს, უკვე ვიცი გავეცანი. ხო. ფოტოშორის ძალიან თუ მოგინდებათ და გინდათ რომ iPhone-ზე იაფად ორიგინალი кейსი დაითრიოთ. აი ეს ფეიში შეგიძლიათ მიხვიდეთ და შეიძინოთ 59 $216 ნაცვლად. кейსი? ორიგინალი. ოღონდ მე-16 სერიების არა. მე მინდა ბრონი. ბრონი აღარ გვაქვს. კარგით, ამას შემდეგ განვიხილავთ. სხვათა შორის ვალენტინობის დღესასწაულზე წეგან გაგას ვეუბნებოდი, რომ ყოველ წელს ვკითხულობ ხოლმე ამ ვალენტინობის ისტორიას რა. ანუ რეალურად რა მოხდა, მაგრამ არც ერთ წელს მე აღარ მახსოვს. ანუ ეხლაც რომ მკითხოთ, არ მახსოვს რა ისტორია არის კონკრეტულად რა. ისე უნდა დავგუგლო და თქვენც ესე გემართებათ ხოლმე, ანუ მეხსიერებაში ესეთი გარღვევა გაქვთ ხოლმე პერიოდულად. ეს კითხვა იყო უბრალოდ მოყურებელს. დაუწერეთ აუცილებლად კომენტარში, თორე ინერვიულებს კომენტარებს რო ვერ ხედავთ, ეს არის ჩვენთვის დემოტივაცია და აქედან გამომდინარე მოტივაცია რომ მოგცეთ, რაც შეიძლება ბევრი კომენტარები დაგვიწერეთ. გთხოვთ მე. ლაიქებიც არ დაგავიწეთ აუცილებლად და თუ გამოგვიწერთ, ვაფშე მაგარი ხალხი იქნებით. რაც შეეხება, აი ხო, აი ამ ვალენტინობას რო შევეხოთ, ეხლა ძალიან ბევრი არ გვქონია ვალენტინობას საუბარი, მაგრამ ძირითადად უკვე ბიზნესი არის რა. რომ ძირითადად აქტივობები არის, მე იქვითომ single part-ები იწყობა, რომ ბიზნესისთვის, ანუ ბევრი ბარი აწვოს single part-ებს, რომ უფრო ბევრი მიიზიდოს რა და კარგი კომერციული გათვლას არის ამ ყველაფერში. ეხლა ვფიქრობდით, აი ახალი მიკროფონი გვიდევს და იმედია ხმა ისმის მეგობრებო. ხო, ეხლა პირველად ვტესტავთ ამ მიკროფონს. იმედია? ხო, იმედია, ეხლა რომ ამდენს რომ ლაპარაკობთ, ჩვენი ხმა გესმით. და ახედა რა მოგვიწევს ამ ყველაფერს ლაპარაკი და ბჟუტური. ხო, იმედი არა. მეგობრებო, ძალიან გვინდა რომ გამოგვიწეროთ, გვიყუროთ და გვიკომენტაროთ. ხო, და რამე ექშენი დავუწყეთ. ძალიან ცოტა ხალხს უნდა ექშენი რა. ანუ რაღაც ის სუბიექტურ აზრებს კი ვამოვთ ჩვენსაც რაღაც და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ბევრი ადამიანს გვეთახმებოდეს ამ აზრებში, მაგრამ მაინც ექშენიოთ, პუბლიკა სანახაობა რა და მოდი ხარ აქ იმიტომ რაღაცას მირთყვა. ამოჩი დავატებ რა. გჭირდება, იმიტომ აი ნახეთ ქართველი ქალი როგორ ძალადობს კაცზე რა. ის ახლა მართლა ვიძალადებ მეგობრებო და და მაგარი კლიკბეიტს გავაკეთებ, მაგარს ავაწყობ. ეხლა პროსტა ისე ვადებ ხოლმე რაღაცებს. თამბნეილზე ამეც არაფერს რა. ხო და აუცილებელი ეხლა მე რაც ვფიქრობ რა, აი სიმართლე გითხარ ეხლა ცუდად არ უყურებ ამ ვალენტინობას რა. ვიღაცისთვის რაღაცა ვიღაც მოტივაციაა რომ რაღაც კარგი გაუკეთოს თავის მეორე ნახევარს ან ვიღაც გოგოს თუ მოწონს იმასთან რაღაც გააკეთოს ასევე გოგოსაც ბიჭი თუ მოწონს რაღაცა ბიჭი მიცეს ურთიერთობას რა შეგვიძლია ბიჭი რაღაცა აჩუქოს გოგოს აი მაგალითად გაგამ რომ აჩუქოს მაგალითად რა ხო და სხვათა შორის რა თებერვლიდან რო აითვალო მე-9 თვე ნოემბერში გამოდის ხო მე ხო და ანუ შესაძლებელია რომ ვინც ნოემბერშია დაბადებული, ყველა იყოს ვალენტინობის დღეს ჩასახული რა. ხო მიხვდით? მე ვერ მივხვდი მეგობრებო, თქვენ თუ მივხვდით დაგვიკომენტარეთ. ესე სხვათა შორის, აი დღესასწაულებს რო შევეხოთ რა, მოდი პარემ. ახალი წლის მერე, უბრალოდ ახალი წლიდან, რამდენი დღესასწაული გვიწევს
და ანუ რამდენი რაღაცა საჩუქრების განსხვავებულს ხოლმე არა? აი ახალი წელი, შობა, ძველით ახალი წელი, მეც მანამდე რა იყო? ანუ სულ გასავალია რა. გასავალი და ეს ახლა თებერვალში კიდე ეს ვალენტინობა. მე მოსდევს მალევე 3 მარტი, 8 მარტი, მე 15 აპრილი. შენ რა მე ვიკითხო თორე შენ რა? რატომ მე ვაპირებდი? დედის დღეს რო ჩემთვის გეკიდა რამე? კაცების დღეც ხო არის თუ რაღაცა. კაცების დღე არ არის. კაცების დღე არ მე გვაქვს. სკოლაში სუყიდულობდი ხოლმე, ვყიდულობდი. ეგ იყო ადრე საბჭოური. ხო, ჩვენ რა საბჭოთა ჯარისკაცის დღე თუ რაღაც მსგავსი ზუსტად არ ვიცი რა ეხა არ რამე შემიშავა. მეგობრებო, არ ვართ ჯენზი თაობა და ვართ, რა ქვია მეორეს, მილენიუმიო თუ რა. მილენიუმი. და მიმახსოვრე მეგობრებო. აი თაობა ვართ რა, ანუ ძველი და შესაბამისად სკოლაში როცა დავდიოდი, შენ დროსაც იქნებოდა უეჭველი. ჩემ დროს ბიჭები ჩვენ ჩუქნიდნენ ხოლმე გოგოებს 8 მარტს და ჩვენ ვითომ კაცების დღეს ვჩუქნიდით. დაღადავ რაღაცებს. ეგ არ ვიცი, სიმართლე გითხრა, თუმცა რაც შეეხება ეხა კონკრეტულად. კარგია რა, ხალხი იხარჯება, ფულს ხარჯავს, მიდის. თავარი არის, რომ სიამოვნებით აკეთებდი ამ ყველაფერს და არა რაღაცა თარიღების გამო რა. რაღაცას ვაკეთებ და ვიღაცას ახარებ, სიამოვნებით უნდა გააკეთო რა, ეხა მე სულ ამჭირდება ხოლმე რაღაც თარიღი, რომ ჩემი საყვარელი ხალხი გავახარო რა. აი კონკრეტული თარიღზე რაღაცა გავაკეთო, იმიტომ რომ ის თარიღი რაღაცას მაიძულებდეს, რომ ის თარიღის გამო გავაკეთე რა. შეგიძლია ყოველდღე რაღაცები მივიდო მაგალითად. ანუ მე არ ვარ რა, წინააღმდეგი ესეთ რაღაცაზე და ალბათ არის პროდუქტებს ხო? რაღაცეები და რა მნიშვნელობა რაღაცეები ეგა. ანუ საჩუქრს გულისხმობ ჩემთვის. და თქვენ მეგობრებო აღნიშნავთ ვალენტინობას, ანუ ჩუქნით ხოლმე საჩუქრებს, საყვარელ ადამიანებს და გიწერეთ ესეც, ვინც გვიყურებთ და იმედია გვიყურებთ. სხვათა შორის რა არის, იცი, აი კონკრეტულად მაინტერესებს, აი შას ფიქრობ იმაზე, რომ აი მარტო ბიჭი უნდა დაიხარჯოს, ანუ ვალენტინობის დღეს, რომ აი მაგალითად რა, რომ აი ბიჭმა აჩუქა რაღაც გოგოს რაღაც iPhone-ი, ან რაღაც ნებისმიერ ძვირად ღირებული ნივთი და ამ გოგო ამ ბიჭს აჩუქა რაღაც წინდა. ის წინდას რას გადაეკიდე? ან რაღაცა, აი შარფი იყოს. შარფი იყოს, ან ქუდი იყოს, არ მნიშვნელობა. ანუ ეგ ეხლა საჩუქარია ეგრეცული. ხო, მაგრამ ეხლა ანუ არ ვფიქრობ იმას, რომ მარტო ბიჭმა უნდა აჩუქოს საჩუქარი და გოგომ არა. თუ უკვე არსებული შეყარებულები არიან და თუ მხოლოდ ბიჭს მოწონს, ეტრფის და უნდა რა გოგოს გული მოიგოს, ამ შემთხვევაში ბიჭმა უნდა აჩუქოს გოგოსგან აუცილებელი არ არის. და თუ არსებული შეყარებულები არიან, ან რა ვიცი, ოლქმარი ან პარტნიორები, უნდა აჩუქონ ერთმანეთს ჩემი აზრით. და რაც შეეხება თვითონ საჩუქრებს, რა ვიცი, შეიძლება გოგოს უფრო მეტი საშუალება აქვს და ბიჭს ნაკლებია პირიქით. აი, ხო, მაგაზია მაგასო. იმას კი არა, თუ არ აქვს რა უნდა აჩუქოს, ხო? ხო, მე რო ჩუქნი უძვირფასეს საჩუქრებს. კი. აი, სხვათა შორის კაი საჩუქრებს ვჩუქნი. არა, ხო, მაგრამ ძირითადად აი ეგრე არის რა. ეხლა თუ ის გოგო არ გიცნობს ანუ შენ თავს რაღაც ეგ სხვა არის და სხვა რაღაცა არის და აუცილებლად დააჩუქოთ ბიჭებო მაგ დროს გოგოს საჩუქრები რომ რაღაცნაირად ესი ამოვნოს და წინ წაიგდოთ რა საქმე. რა ეხ თუ მოწონს ბიჭს გოგო, რატო არ უნდა აჩუქოს საჩუქარი? გაჩნია რა. და გადავამოწმო ერთი ჩემს იმას თუ აჩუქეს. მეგობრებს, მე რეკეთქო მაგაზე მე ვილაპარაკოთ. ნუ, რა შეეხება ეხლა მეგობრებო, ამ დღესთან დაკავშირებით კიდე ვალენტინობას. მოდი ბევრი ისე არ გავაგზავნო. რაღაცა ბევრი ვისაუბრე, ხო ესე გამოვიდა, მაგრამ ერთ ვიტყოდი მაინც რომ თუ აჩუქებთ რაღაც ფიზიკური ნივთები აჩუქეთ და სულიერ ნივთებს როგორც არის, მაგალითად ნივთი არა, სულიერ როგორ თქვა რა, არსებებს. ნუ გავხდით ნივთებად, აი ეს უნდა მეთქვა რა სწორად რა. ანუ
ძაღლი და რაღაცა. ხო, ძაღლი და აი კატა და ეგეთი სულიერი არსებები ნივთი არ არის რა და ეს უნდა გაითავისოთ ყველამ რა, რომ როდესაც ადამიანს ჯგუფი რაღაც გარკვეულ სულიერ არსებას ის უკვე მისი ოჯახის წევრი ხდება და მასზე როგორც პატარა ბავშვზე ისე უნდა იყო პასუხისგებლობა რა. და აქედან გამომდინარე ჩემი დიდი თხოვნა იქნება რომ ეს გაითვალისწინოთ რომ შემდეგ ვისაც აჩუქებთ ამ ყველაფერს არ მოუწიოს აი ამ კონკრეტული სულიერი არსების გარეთ გაშვება და შემდეგ აი რამდენი არის ხო აი ჰასკები არის რამდენი ხა ჩვენ უკანშიც ხო არის რა ჰასკები და სხვადასხვა ჯიშის ძაღლები არიან. აი რო შეხედავ რო არ არის ან ქუჩის ძაღლი რო არ არის რა რო აი მართლა ჯიშიანი ერთ დროს სახში გაზრდილი ძაღლი არის წევს გარეთ და მეცხვარეც ხო იყო ერთხელ შენობაში. კი, ანუ მეორე არის, მაგრამ აი იგი მას არ ნიშნავს, რომ ბიჭმა თუ გოგოს ლეკვი აჩუქა, ეხა ის არ მოულის. არა, არ მოულაზე არ არის რა. ჩუქნი უნდა იცოდე ის როგორი ადამიანია, ნამდვილად ხო უნდა თქვათ ის ძაღლი კატა თუ რა ვიცი, ზღვის გოჭი თუ რაც იქნება. დომებაზე არა, ეხა მეც ძალიან მინდა რომ სურვილი აქვს, ანუ მეც ძალიან მინდა რომ ეხა მყავდეს ძაღლი, მაგრამ ვიცი რომ ვერ გავზრდა და არ ჩუქნი, ხო? ხო, და იმასაც ეცოდინება ალბათ, ეხა ის ვერ გასდაზე არ არის, იმიტომ რომ ანუ გრაფიკი გვაქვს ისეთი რომ კონკრეტულად რომც ყავდეს იქნება მოულელი რა და ძაღლს დიდი ყურადღება ჭირდება, მოვლა ჭირდება, კატა ჭირდება. ეხლა თემა მოვაფიქრდა რა. აი მაგ ჩუქებაზე და იქნება არუნდაზე. ვალენტინობა არის და ალბათ ბევრს თხოვს ხელს, ხო? ხელის თხოვნა და რო არიციან და არა, რას ვძახი იცი? ბევრჯერ ხო ყოფილა შემთხვევა ვიდეოებიც იდება რა, ბიჭმა თხოვა გოგოს ხელი და იმან უარი უთხრა. ან შეიძლება უარი არ უთხრა, მაგრამ სახეზე ეწერა რო არ უნდოდა, მაგრამ უამრავ ხალხში რო თხოვენ ხოლმე რა, ხელს აი ძალიან ბევრი ხალხი და ეს ხალხი აღფრთოვანებული დგას, სტაჟს უკრავს ვაიმე ემოციებში და უცებ ამ გოგოს არ უნდა რომ კითხვას, მაგრამ ირგვლივ ისეთი გარემოცვა არის და სიტუაცია არის შექმნილი რომ უარს ვერ ამბობს, ანუ ძალიან ცუდია ბიჭებო, გაითვალისწინეთ, გაიცანით თქვენი მეორე ნახევრები კარგად, რომ იქნება არ უნდა ხალხში ხელის თხოვნა, ან იქნებ კი უნდა, მაგრამ მარტო ანუ კი უნდა რომ ხელი თხოვოთ, მაგრამ მარტო ურჩევნია რაღაც თქვენთვის რომანტიულ გარემოში. ხო, ხა ესე კი არ კითხო პირდაპირ რა. არა, უნდა იცნობდე ადამიანს, ეხლა 200 კაცში იქნება არ უნდა რომ ზოგს პირიქით კაც უყვარს და უნდა და უხარია რომ ბევრი ხალხის ყველა არის ინდივიდუალური, მაგრამ ჩემი აზრით ხელის თხოვნა არის ძალიან ინტიმური საკითხი და ეს ორ ადამიანს შორის უნდა გაერკვეს და ანუ კონკრეტულად კი, ეგ ნამდვილად ეგრე არის, უბრალოდ იმ გოგოს არ უნდა გქონდეს ის ხო არა, ის ხო ვიღაცას პოპეზურობა ევასება და ყურადღების ცენტრში ყოველს ხელი და მე რა კონცერტებზე რო თხოვენ და ხო, ვიღაცას ევასება ეგეთი რაღაცები, მაგრამ ეგ ხო იშვიათი არის რა, ძირითადად ყველას უყვარს, ანუ კომფორტი უნდა შეუქმნა რა, შენ მეორე ნახევარს რომ ამდენი ხალხმა არ დასტრესოს რა, ისეთი გადამწყვეტი, ანუ სერიოზული ნაბიჯია რა, ეხა ისე გააკეთეს, რომ აი ერთ ადამიანს თხოვ ხელს, რომელთანაც გინდა რომ თელი ცხოვრება იმასთან იცხოვრო რა და გააკეთო ეგეთი ნაბიჯი და შენ ამას თხოვ ამდენი ხალხის წინაშე რაღაცა ძალიან პირადული არის რა. რაღაც ისეთი, ანუ ჩვენ არ მოხდეს. მეც არა, მე პრობლემა არ მქონდა. თარა ეხა ზოგს მოწევს. ხელის თხოვნაზე ეხა მაგალითად ჩვენი ხელის თხოვნა სად იყო? ბარსელონაში. აი ხა რაღაცა სხვაგან არ შემიწე საქართველოში და რაღაც ბანალურად. აუ ეს ამ ბევრი ვიდეო გამახსენდა, ეხლა აი ძალიან უაზრო ხელის თხოვნა. აუ ჩვენი ხელის თხოვნის აცებენ ვითომ და ჩვენი ხელის თხოვნის ვიდეო იყო ძალიან ის, ან მეგობრები ვიყავით 5 კაცი სულ წასული ესპანეთშია და მოკლედ ისეთი თემა იყო, რომ აი ძალიან ისეთ ადგილზე ვართ რა, აი თაწმინდაზე ჩათვალეთ, რომ თაწმინდაზე ვართ და მთელი ქალაქი ჩანს. მთელი ქალაქი ხელის გულზე, აი ბუნკერები ვინც იცით რა და მთელი ქალაქი ხელის გულზეა ჩანს რაღაც ყველაფერი მიდი, მოდი, აი ძალიან ცოტა ხალხი აქეთ-იქით და ოღონდ ეს არის ყველაფერი ხდება დილის 9 საათზე რა და ამას მაგათ შია რა და ამას რო შია პიზდეც რა. ჯობია არაფერი არ უთხრა. და ძილი რომ მაკლია. ხო. და 9-ზე არა, მაგრამ ადრე იყო. ადრე იყო ძალიან რა, რო ავედით მაშინ ავედიოდა. ხარი იყო.
და ვეკითხები როგორი ადგილია მეთქი ხო მოგწონს მეთქი აქ ნახე რა ლამაზია რა რაც რომანტიკა აკიტიკი და რას გავს აქაუროვო და რაღაც ბეტონები იყო. მანდი ჩავიფუშე ვინაიგრა მეთქი სიო აქ არ უნდა თხოვო ხელი თქო თან ხელი რო თხოვე ანუ ემოცია ვერ გამოხატა რა და ხომე ანუ აი მე ეგეთ რაღაცებს ვერ გამოხატავ. მაგას არც ვერ ყვდებოდი ხო მაგრამ კონკრეტულად ანუ არც მოელოდა რა რო ხელს თხოვდი რა იმდენი ხანი ვიყავი შეყვარებულები რომ აღარ ელოდებოდა რომ ანუ ხელი მეთხოვ ეკონა რომ სიო რა წყალში ჩაყარა ამდენი ხო ანუ არა ეგ არ მეგონა მაგრამ იქ მართლა არ მეგონა და თან ეს მშიერი რაღაც ძილი მაკლდა რაღაცა და შესაბამისად ნაკლები ემოცია იყო უბრალოდ ვიდეო არ მომეწონა და მე დუბლი 2 გადავიღეთ თქვათ გავოდოთ ხალხს აღანე არ მქონდა ხარ არ ვქორ და კარგი და ანუ წეღარ მომბობდი რა ეს ჩვენი ისტორია იყო ეს მოკლედ თქვით როგორ მთხოვა ხელი და აი ვიდეოები რო არის თქო რა ვითომ გოგოს რო იტაცებენ და სადმე გავთო და ამ დროს ბიჭი რო ბეჭედს ამოიღებს აი მსგავსი რაღაცები ბიჭები არ გააკეთებს ძალიან კრინჯობა არის აი ძალიან კრინჯობა ან ბიჭი რო ვითომ დაჭრილია თუ უტყამენ და მე გოგო რომ მიდის საშველად და იმის კიდე ბეჭედს იღებს კიდე ანუ აი ძალიან სისულელე ომე რომელი მომწონს იცით მეგობრებო ეს ბეადრე ხდებოდა ოღონ ქართველებისგან არა რა უცხოეთის იმ კონტენტზე უცხოელების უბრალოდ ის რა ქვია ადრე იყო ეხლა ბოლო დროს აღარ შეხვედრია ვიდეო აქვს გაკინძული რა თქვათ გოგო რეცხავს რაღაცას გვერდზე უდოს ბეჭედი და რო ვერ ხედავს ლოგინის უკან ბიჭი მეშვება ბეჭედს ანუ ხო იცი რაღაცა მომენტები რო აქვთ რა მაგას ვაპირებდი ესპანეთში მე გავაკეთებდი რა მაგრამ და ბოლოს უკვე რა თხოვს და ეს ვიდეოში ძალიან კარგად ჩანს რა ცხვერძინა უდოს ბეჭედი და რო ვერ ხედავს ხო აი ეგ მინდა გავაკეთებინა ესპანეთში მაგრამ იმდენად აქტიური დასვენება გამოგვივიდა ესპანეთში რომ მეთქი უეჭველი გავიფაქტებით ხო რა ეგ ერთი დღის კი არ არის მე ვიცი ანუ ხო მე სხვა რამეს გეუბნები თელი მოგზაურობის გამო შევიდა რომ აი კაი დიდ აეროპორტიდან ესე ეხლა რომ წავალთ შემდეგ მოგზაურობაზე ეგრე გავაკეთებ რა და ვითომ შენ არ იცი და დავდგა შოუ დავდგა შოუ აი მაგ შოუ დავდგა რა და იქნებ მაგან წავალ გასახები რა ეგ ვიდეოს ან ბოლოს რო უყურებ კაია რა ეგ ხადაობა ეგ ვიცი ხო ხადა მოკლედ ბევრი იდეებია მეგობრებო თუ თხოვთ მეორე ნახევარს ხელს არ არის აუცილებელი ხადა შეგვიძლია მოგიფიქროთ როგორ თხოვთ ხელი ბიჭებს შემიძლია დაგეხმაროთ სულ რაღაც 500 ლარად მოგიყვამარებთ მაგ საქმეს როგორ თხოვ გოგოს სწორად ხელი უცებ ფულიკას გამომუშავება მომდა. მოკლედ უფასო მხოლოდ გამოწერაა და გამოგვიწერეთ ამაზე უფასოდ ამაზე ხარისხიან კონტენტს ვერ მიიღებთ რა. 100,000 გამოწერზე იცით რასაც ვათამაშებ 100,000 გამოწერზე ერთი ჩემი გამომწერი მიმყავს და ვაგულავ ბერლინში ჩემთან ერთად. რა თქმა უნდა და იმ გულაუფაზე რასაც გავაკეთებთ ვიდეო რა თქმა უნდა შეიძლება გადავიყოთ, მაგრამ ის ან გამოჩნდება, ან თუ მომდევნოს რომ გამოჩნდება რა. მაგრამ ბერლინში დამეჭერეთ 100,000 გამომწერზე ჩვენთან ერთად გულაობა, ჩემს სამეგობროსთან ერთად ვიწავალთ. მაგრამ ნამდვილად გაგისწორდებათ ესე რომ ვთქვათ შარკონულად. კი. ამიტომ გამოგვიწერეთ, დაგვილაიქეთ, დაგვიკომენტარეთ. და რა თქმა უნდა, მაგამდე ხელის ხოვნას ეგეც გითხარით, გაგვიზიარეთ თქვენი ემოციები. ხო და მართლა ხო და სანამ ასეთასამდე სავალთ აქამდე კიდე რაღაც ტარგეტები გვაქვს რა რომ კარგულ გამომწერებზე რას ვაკეთებთ აქედან გამომდინარე შეგიძლიათ ნახოთ აღწერაში ну ამ ვიდეოს აღწერაში არა მაგრამ საერთოდ ჩემს გვერდზე რომ გადმოხოთ იქ ნახავთ რას ვაპირებთ როგორ ვაპირებთ საინტერესო გათამაშებებს საინტერესო ღონისძიებებს ხონისებს და გჭირდება თქვენი მხარდაჭერა რომ თქვენ თუ არ იცით მე უკრავ ჩვენ უკეთესი რაღაცეები შემოგთავაზოთ და თქვენ თუ გაგახარებთ ჩვენც გაგახარებთ სხვა გათამაშებებითაც მაგალითად
ხო და ძალიან უკრავს კი მეგობრებო. სერიოზულ private event-ებს გპირდებით ჩემი გამოწერებისთვის მხოლოდ, სადაც ეს ყველაფერი იქნება უფასო გამოწერებისთვის და გარკვეულ რაოდენობებზე. ძალიან და მრავალმხრივი ხალხი ვართ. ასე რომ გავამიწერეთ მე და ანა ამ YouTube channel-ზე, სადაც ახლა ვიყურებ, არ დაგავიწყდეს გამოწერა. რაც შეეხება ანა, აი ჩემს challenge-ს ვარჯიში დაიწყო მეგობრებო. 6 თვიანი დაიყო და 6 კვირიანი მარათონი მაგარი. ანუ სწორი კვება ეს უკვე ცხოვრების ჩემი შესაძლოა ან ვარჯიშთან ერთად აუცილებელია. რაც შეეხება ანუ ვარჯიში სწორი კვება ეგ თემა არის, ბიჭებმა იციან ეს ყველაფერი და ბიჭებს ხაზი რატო გაუშვი? გოგოებმა არ იციან? მიხვდებით რაზეც ვამბობ, კაცების, მამაკაცების ჯგუფში ვინც არის, მიხვდებით. აქედან გამომდინარე, აუცილებელია მეგობრებო, რომ ივარჯიშოთ ცხოვრების ჩანსახსნელს მისდიოთ, იმიტომ რომ ეს ცხოვრება ეს ცხოვრებას ისეთ გამოყოფილა და აქედან გამომდინარე არ დააგვიანოთ. რაც შეეხება ჩემი თარგეტი არის, რომ ნუ წონის კლება დავიწყო და ნახოთ რა შედეგს გამოიღებს. მე თავს არ ვზოგავ. შენი ფიქრები დიდი შვიცე რო გავიგვიძებდი და მე წავიდოდი საუჯიშო და არ ფიქრები არადროს. ზილიცას თუ გამოიწერებ, უკეთესი იქნება. და აქედან გამომდინარე 6 კვირაში უკვე 1 კვირა არას დავიწყე, დამჭა 5 კვირა. ეს კონკრეტული ლეველი რო დავზლიო, დონე და ნახოთ რა შედეგი იქნება ამ 6 კვირაში. როგორც ცნობილია, რომ 6 კვირაში უკვე სხვა ადამიანებიც ხედავენ შედეგს შენს სხეულზე. აჰა, მაგრამ როგორ აისახავ? გასაგებია მე. ეს ვარჯიში და ნახოთ, თქვენს გირჩევთ 6 კვირის მერე შეიძლება კონკრეტული რამ გირჩევთ. თუ მე ჩემზე კარგად აისახა, ამას გაგიზიარებთ აუცილებლად სრულად უფასოდ, იმიტომ რომ ესეთი რაღაცები უნდა გაუგზავრო ადამიანებს სრულად. დადებითი რაღაცები უნდა გაუგზავნოს. კი, აუცილებლად. რაც შეეხება ზოგიერთი ჩემი მეგობარი და ასევე გამომწერიც წერს ხოლმე PM-ში, რომ სტუდიაზე რა შვებიო, დახმარება ხო არ ყიან და ასე შემდეგ. მეგობრებო, სტუდიაზე რა შვები და ეხლა ცოტა ვიზარმაცე, სიმართლე ჯობია რომ გაგიმხილოთ თქვენთან რამე დასამალი და ერთ შაბათ კვირას მინდა რომ წავიდე და ის რაც დაგვრჩა კონკრეტულად დიზაინისთვის ის მაგიდა და წავიდეთ მეთქი და ის მაგიდა და ის ყველაფერი ავარჩიოთ და ნახოთ როგორ მოუხდება ჩვენს სივრცეს, სადაც უშუალოდ ჩავწერთ უკვე და შესაძლებელია სტუმრებიც მოვიწვიოთ უკვე იქ. ხო, თუ გამოგვიწერთ და ბევრი ნახვები გვექნება. ბევრი ნახვები თუ არ გვექნება, იქ რაღაცა ახლობლებს ჩავარდეთ რაღაცა და ვიღაცას მოვიწვიოთ რა. არ იქნება პრობლემა. მაგრამ აუცილებლად გამოიწერეთ მეგობრებო ჩვენი არხი, არ დაგავიწყდეთ. გამოგვიწერეთ, დაგვილაიქეთ, დაგვიკომენტარეთ. მე მგონი ძალიან ბევრი ვიბოდიარეთ, ამიტომ ჯობია და გემშვიდობებთ მეგობრებო. დამშვიდობებო. დროებით და კარგად იყავით. კარგად.